გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ეკომეგობრული პრაქტიკის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისა და ადგილობრივი თემების ჩართულობის გაძლიერება. ეს იყო მთავარი მიზანი ხუთდღიანი ღონისძიებისა, რომელიც პროექტის ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე აზროვნება ეკომეგობრული ქცევებისთვის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში ტანისა და თეძმის დაცულ ტერიტორიაზე გაიმართა. ამ პერიოდის განმავლობაში მოეწყო სხვადასხვა აქტივობები თემატიკიდან გამომდინარე და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. რუმინელ და მოლდოვოსტუნებთან ერთად აქტივობებში ჩართულები იყვნენ ადგილობრივი ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, მასწავლებლები და თემით დაინტერესებული სხვა პირები. პროექტის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა საერთო რესურსების გამოყენებითა და გამოცდილებების გაზიარებით ეფექტურად გადაიჭრას დაბინძურების პრობლემები. პროექტის დასკვნით დღეს ქართველმა, უნგრელმა და რუმინელმა ახალგაზრდებმა დაასუფთავეს ტანისხეობა და შეაჯამეს ხუთდღიანი სასწავლო პროცესი. აღნიშნული პროექტი ასევე ხორციელდება მოლდოვისა და რუმინეთის რესპუბლიკაში. გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ორგანიზებით დღეს პროექტ ეკოიოს ფარგლებში მონაწილეობას იღებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები. პროექტის განმავლობაში მათ გაიარეს სამდღიანი ტრენინგი, მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებში, მოახდინეს გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით პრობლემების იდენტიფიცირება და პროექტის დასკვნით დღეს, აქტივობის დასკვნით დღეს მათ დაასუფთავეს მდინარე ტანასხეობა და ჩაერთვნენ გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ეკოლოგიურ აქციაში. დღევანდელი ღონისძიება ტარდება ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე აზროვნება ეკომეგობრული ქცევისთვის პროექტის ფარგლებში. პროექტი გახლავთ ევროკავშირის თანადაფინანსებული და აერთიანებს 4 ორგანიზაციას. აქედან ერთი ორგანიზაცია არის საქართველოდან წარმოადგენთ ჩვენ, ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, ორი ორგანიზაცია გახლავთ რუმინეთიდან და ერთი ორგანიზაცია მოლდოვადან. ამ ერთი კვირის ფარგლებში 2-დან 6 ივნისის ჩათვლით გვაქვს საერთო ღონისძიება, დატვირთული არის ტრენინგებით, მრგვალი მაგიდის დისკუსიებით, დასუფთავების და გამწვანების აქციებით და სხვა მრავალი გასართობი აქტივობებით ახალგაზრდებისთვის. ძირითადი ფოკუს ჯგუფი ყავს ახალგაზრდები და გადაწყვეტილების მიღწევი პირები და მიზანი არის, რომ კოორდინირებულად შემდეგ მათ გავაერთიანოთ მათი ძალები, რომ გარემოს დაბინძურების პრობლემებს ერთად ებრძოლონ. მესამე დღეა უკვე რაც ჩავერთეთ და მე ძალიან მომწონს ეს ყველაფერი. პირველ დღეს იყო კონფერენცია, ქონდა დისკურსია და სააზროვნო კითხვები და სხვადასხვა აქტივობები იყო. მეორე დღეს თამაშიც იყო, ბავშვებმა ერთმანეთი გავიცანით, ვითამაშეთ კიდევაც და რავი, ძალიან ყოფილი ვარ და მომწონს და დღესაც აქტივობა არის ვალაგებთ და რავი, კარგი არის და შემეცნებითიც არის და ვისურვებ, რომ ბევრჯერ მოხდეს ესეთი რაღაც.